მოგესალმებით ყველას. დღეს მივექანებით თბილისის ზღვისკენ, ხვალ არის ტურნირი. დავწყვიტე რომ ტურნირის წინა დღეს გავიწავი ვარჯიშო. ქარიკლაპის ჭერის დიდი გამოცდილება მაინც არ მაქვს. ამიტომ ყველანაირად ვცდილობ რომ ავიმაღლო ჩემი ცოდნა. ასევე გავერთო რა თქმა უნდა. ნახოთ რა იქნება. ნახოთ არ ვიცი რა მე იქნება თუ არ იქნება. მაგრამ შევხედოთ. Получается, да, думаю, справа. Поддерживает. У меня на флюре 0,23. Я знаю, вижу. Она как раз туда и плывет. О, там трёх. Не думаю, что 3. Блядь. Так. Так не достанешь отсюда. Высоко слишком. Я не вижу нормально, просто далеко стою. Че мигай? Тут 4. Вот хозяин. Ასწორი არ წამოვიღე მაინც ეხლა. ეხლა ვფიქრობდი მანქანიდან რომ ვიღებდი რაღაცებს, რომ მეთქი ასწორი წამოვიღო და რამდენჯერაც წამოვიღე, იმდენჯერ თევზი ვერ დავიჭირე. ყოველ შემთხვევაში ისეთ გასაზომი თევზი. ეხლა შევხედავთ. კაი მსუქანი არის. ასაწონი არის უიჭველი. ასწორი ავიღეთ. რა crazy-ს ვიბროფეცე. Тихо. Кайм сукане. Ой. Медичгар.
იმას ვერიფეი, იმას მესენჯერზე ჯაგდიდე. კი ბატონო. Пошла нахуй. Мерить. მორჩით დღეს თევზაობას. ერთი პატარა კორტილა იყო და ჩემი რეკორდული ქარი ყლაპია. მაგხელა ჯერ არ დამიჭერია. მაგრა გამახარა. მეტი რო დაგვეჭირა უკეთესი იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ რაც არის ის არის. ნახოთ თვალე ტურნირზე რა მოხდება. ესე იგი ტურნირის დღე არის დღეს. ეხლა ვიძურების სახლიდან 20 უკლია 5-ის ნახევარზე არის წესი შეკრება. ნახოთ რას ვიზავთ წარმატებები ჩვენ. აკაო ათ ავიღო რამე Чернышевი ვიქტორი. წავედით წერტილზე ესეთი გამოსმულისები გონია უნდა იმუშაოს წესით შევხედოთ კარაფერი არ იყო წავედით დაში შემოწმოთ სულაფერს ორიოდე სიტყვა თბილისის ზღვის ქარიკლაპის ტურნირის შესახებ. როგორც ალბათ მიხვდებოდით, ბოლომდე არ დავრჩით. აზრი აღარ ქონდა უბრალოდ. ნახევარი საათი იყო დარჩენილი, ავდექით წამოვიდი რა. ეხლა რაც შეეხება ამ ვიდეოს ეს უკვე მესამე ნაწილია სავარაუდოდ, იმიტომ რომ იმ ორი ვიდეოდან მხოლოდ 2 თევზი იყო და მთელ ვიდეოში მარტო 2 თევზის ჩასმას აზრს ვერ ვხედავ, ასე რომ მოვედი ისევ და იმედი მაქვს რამეს დავიჭერ ამჯერად კიდე. ოპა რაღაცა ზაცებში შეიყვანა კაცო რა ჩარტყმა იყო ეს ხო არ გადაო რა ჩარტყა და სად შეიყვანა ზაცებში ეს გიჟი ხო არა აჰა გამოვიტანე სადღო არა მაგრამ რა იყო ეს ნახოთ სილიკონს რამე დაზიანება თუ აქვს. არ დაზიანება. ვერ მიწდა ნემსკავამდე. გასაგებია. ეს მიზეზი რატომ უნდა გეყენოს უფრო დიდი ნემსკავი. კიდევ იძახდი არ მინდა თქო.
ყველგან მკვდარი კარასები აგდია ამ ზღვაზე. ტურნირზეც რამდენი იყო. ხდება ამისთან. ეგეც ქორჭილას ბრალი იქნება ალბათ. ეს ნაგამა. ოპა. ეს იყო ჩარტყმა. არა, საკმაოდ პატარა კარი ყლაპია. მაგრამ გაიგიტენ. ძლივს. ნაიარები. აქ კაი ნაკბენები. აჰა. შენ გაიხარე. დიხა. რა იყო ეს? ხო თქვი. გავასწოროთ სილიკონი. თევზი აშკარად არის და აშკარად გააქტიურდა. დავით დავცხოთ ისო. ერთი ცრუ ჩარტყმა. საკმაოდ ცრუ. ჩათლა. შევცვალეთ სილიკონი. სადოთ კიდე. მაგრამ თევზი აშკარად დგას და აშკარად აქტიურია, მაგრამ ეს ჩალიჩობს. ოპა, ხო თქვი არის მეთქი. ხო თქვი. ყველად არ მოვსულა დღეს რაც მთავარია. დიდი არაფერი არა, ეს არა. თევზი არის. მოდი აქ, მოდი. სილიკონიც მოწონს. რაც მთავარია, მე მგონი რომ როგორც იქნა კაი მებრძოლი ხარ და მაგარი კაცი გაიზდები. საერთიც და კიდე თუ არაფერი არ იყო წავალსაში. იმაში ეგრეთ პასიურდებოდა ქარი ყლაპი არ მეგონა ნაღდათ. მაგრამ აგერ ფაქტი სახეზეა. ცოტა ხანი წვიმა გაჩერებული რო იყო, იმენა სახე აიხია თევზმა და ეხა პირსაც არ ადებს. დავედით მაშინ სახში. მოკლედ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. როგორც უკვე ვთქვი, 3 ნაწილისგან შედგებოდა. ორზე არ მინდოდა გაჩერება, იმიტომ რომ სულ 2 თევზი მყავდა დაჭერილი და ნაკლებად საინტერესო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ მესამეც დავამატებინა და ყველაფერს ერთად დავამონტაჟებ რა თბილისის ზღვის ქარი ყლაპია. ეგ იყო და ეგ დიდი მადლობა ყველას რომ მიყურებთ.